შვილო. გამოცლულ ხარ და შებერებულ ხარ ვიდრე მოველოდი. შენ იყავი მუშნი კარგად. არაფერი მიჭირს მე. აი ჩემს მოსტრებას ნანა შვილებო. კაი ახლა კაი. გაიგონებენ მეზობლები და გადმოგაკითხავენ. უბედურობა ხომ არ დაატყდათ რა. ვაი, ჩემს შვილებს. ვაი. მერტო შეგვეცი. ამინ. ამინ. ხედავ პაემანზე მოსვლის ნაცად ხერხს გადაუხვიედათ. დანიშნულ დროზე მოხვედისწავლეთ. ჯერ არ დაგიმსახურებია ჩემგან შეურაცხყოფა შენ. არ მესმის? რა დროსაც დამიბარე მოვედი იმ დროს. ძმის და პატიოსანი კაცის სიტყვა იყო ეს და ჩემგან დროზე მოუსრულობა შენ ძმობაში და რაინდობაში ეჭვშეტანა იქნებოდა. ვერ გაკადრებდი ამას. ჩემი სახელით რომელსაც არ გევლავ ინმეს და ხაფანგი მოეწყო აქ. რა შვებოდი მე? ბაბამ გადმომცა შენი დანაბარები მე. ჩემი პირობა და დასტურიც მან მოგიტანა. უცხო არ ჩარეულა ჩვენ სიტყვაში ვის უნდა მოეწყო ხაფანგი ნეტავე. შემთხვევას. შემთხვევას? შემთხვევისათვის ყოველთვის მზად უნდა ვიყო მე. იარაღი სად არის შენ დად? ამის მეტი არ მაქვს თავი. დავმალე განარჩენი. იარაღით რატომ უნდა გამოგცხადებოდი, რას ფიქრობდი შენ? უბეში რომ გიდევს მაგაზე რა ვიფიქრო და როგორ ჩაგითვალო ეგ? ასე უნდა ჩამითვალა რომ დაჩეული ვარ საჭიროას და შემაწუხებდა მთლად თუ იარაღობა. რა იარაღი გაქვს მანდ? აგანია. ამოიღე ერთი მაჩვენე ვნახო მინდა. გულჩვილობა შემოქვარვია ზამეა. სიბერე მიცის ეგ და პატარა ნაადრევი ხომ არ არის შენთვის. რა ხდება აქ? თქვას მაგან. ისე დაგჯაბნა სიკვდილის შიშმა რომ
თავის მოკლაც შეგიძლია დათაშვილო. რას გულისხმობდი? თქვი შენ უკვე შემთხვევას ასე სიკვდილი მარტო შენი სიკვდილი არ იქნებოდა დადა. უშნიმაც იცოდეს ეს. სირცხვილით ამოწყვეტას ნიშნავს ოჯახისას ეგ. მე რა ვიკადროის რაშიც თქვენ დადათას ეჭვი შეგპარვიათ. მაშინ ჩემისთანა შვილისა და ძმის ყოლას და მე კიდევ სიცოცხლეს იქნებ მართლაც თავის მოგლას ჯობდეს ღმერთმა. სულ სხვა ლაპარაკი ეგ ლაპარაკი. თქვენით არ იწყება და თქვენით არ თავდება ჩვენი მოდგმა და ოჯახი გახსოვდეთ ეგ. ორივე ვიცით დედა ეგ. არც ერთს არ გვიკადრებია სასირცხო საქმე და ავისახელი ოჯახისათვის. აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. მე მაქვს სათქმელი. კიდევ თუ დაგიბარა მუშტიმ სადმე და მის მობაში ეჭვი შეგეპარა, იარაღით მიდი იქ. თუ მოხდა მოხდლობა, იარაღი გექნება თან. დააღწიე ხაფანგს თავი. შენი ხელობა ეგ. წადი გადასაგარგავში. და თუ დარწმუნდი რომ მუშტის ხელით მოხდა ის მოხდლობა, კენი საკნედი, მაგრამ ისე რომ მიზეზი არავინ გაიგოს. წესიერ ოჯახში ერთი თუ გამოდგა ბოროტი და უხსენებელი, ამ ოჯახის მეორე კაცს უფლება არ აქვს ერთის ბოროტება მთელი ოჯახისა და მოდგმის სალანძღავად აქციოს. ოჯახის სახელი სუფთა უნდა დარჩეს ხალხისა და მამავლის თვალში. გასწავლის მე თქვენ. შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა, გარეთ შენი ერის. სწორად ცხოვრება თუ გინდათ, ეს არის. თქვენ ბრძანეთ ბაბა. ძმასთან შეხვედრაზე საჭურულით მისვლა ძმის შეურაცხყოფა ხომ იქნებოდა? იქნებოდა. ერთ წუთს მაცალე. შემთხვევა რომ თქვა მუშინი ვის იქნებოდა თუ სხვა რამ ხომ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი ხდება. მოხდი ისეთ ვითარებაში რომ უნდა მეცენ და გამიკოჭონ ხელები. ხალხი უეჭველად იმას იტყვის ძმამ ძმა გაისტუმრა კატორღაში თუ სახრჭობელაზეო და ასეთ ამბავში რა ურჩევნია ადამიანობას? ადამიანობას ის ურჩევნია რომ გაგიკოჭონ ხელები და სანამ სახრჭობელაზე გაგიყვანენ, იძახო ქვეყანაზე და არწმუნო ყველა. ძმა არაფერი შუაშია. ჩემი ძმის მტრების ხელით მოხდა ესო. კაი ბაბა, მაგრამ ჩემი ადგილი, ჩემი გონებისა და გულის ადგილი. სანამდე ჩამომახჭობდნენ, იქამდე მაინც თუ ასადვე. მას ერთი გზა და სავალი გარგულა მაღალმა ღმერთმა. წამებაა შენი ადგილი, მაგრამ ცხოვრების მიზანი გაქვს ისეთი რომ ღირს წამებად. მაგ საქციელში მხოლოდ შენს თავზედ, შენი გონებისა და გულის ადგილზე გაქვს ნაფიქრი. შედეგზე ჩაიქნებია ხელი. თავის სიკვდილზე პატრონიც რომ აღარ იყოს კაცი. რა ეს? ამდენი ხნის უნახავ ძმებს. უკეთესი სალაპარაკო რომ აღარ გაქვთ. ვერ ჩამიდვია ერთმანეთის სიყვარული გულში თქვენთვის. პირიქითაა დედა ეგ. ისეთ გზებზე გაგვიყვანა განგებამ, სხვა ძმები ალბათ ჩვენს ადგილზე მტრად გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს. საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა. ამაღამე უნდა წავიდე მე. ასე ეჯობებს. მითხარი დათა. რა გაქვს განზრახული მომავალში? რას აპირებ? მონასტერში მიდის. მერად აპირებს აღკვეცას. ეფემია წინამძღვარი შეხვიდა, მე მოგატყო სადმე რუსეთში. ის უნდა თქვა ჯერ მუშნი შენ რა გინდა და მაშინ იყოს ჩემი პასუხი თუ უპასუხობა. პეტერბურგში გადავყარო მინისტრს დათა. დიდ თანამდებობას გვერდება ალბათ. ძალიან დიდს. იმ ხელა თანამდებობა მინისტრი არ ვიქნები მართალია, მაგრამ მნიშვნელობითა და გავლენით სახელმწიფოში ერთ-ერთი უპირველეს თაგანი.
ბერდება ეს ხალხი თამა. თავის გზა აქვს ყველას. არაფერი სატირალი არ არის ეს ამბავი. უფრო კარგად არ შევძლებ ჩემი მშობლების შვილობას. რასელი ამცვლილებიდან მის საიდუმლო რჩევლის ჩინს. შენი თანამდებობას ახლავს. ბევრ ამესველი. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მეტი სარგებლობის მოტანას შევძლებ ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის. ამ თანამდებობის სიმაღლედან უფრო მეტი მოხერხდება. მაგ განზრახვითა და დაპირებებით ბევრმა მიაღწია მაღალ თანამდებობას, მაგრამ იქ რომ მივიდა, მერე ვეღარ შეძლო სურვილისა და დაპირებების შესრულება. მეფის სამსახური მისთვის სასარგებლო და შენი ერისათვის საზარალო რაც არის, იმას გააკეთებინებს მარტო. ეგ კაცი არ ვარ მე ბაბა. ტახტს იმიტომ ემსახურებ, რომ არსებულზე უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩემი სამშობლოსათვის ჯერჯერობით ვერ ხედავ. ერთსველი მე კიდევ ჩემი მომავალი სამსახურისაგან. კაი ძნელი და რთული საქმეების გაკეთებას შევძელი უკვე. ადამიანი ვარ, მეტი მწყურია. და მსურს ვიცოდე რაზე გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. გასაქადი მჭირდება. სწორად გადაგიწყვეტი ემუშნი, მაგრამ რაღაც გიშლის ხელს მგონია და თქვი ეგ ბარემ. უბრალო ამბავია. ერთი ძმა ამდენ ხანს საბრაგობდეს და მეორეს მეფის კარზე უზარმაზარი თანამდებობა ეკავს, არ გამოვას. მერე საყუდური ბევრი მოусმენია დათას, მაგრამ გამოსავალი არ დაუსახელები არავის არც ერთი. ეფემია წინამძღვრის მეც ბერად შედეგია. მე მაქვს გამოსავალი. შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადად შეთანხმებული. უნდა ჩაჯდეს დატა. ჩვენ მას 5 წლით პატიმრობას მიუშვით. სასჯელს საქართველოში მოიხდის. რომ ეს ასე იქნება და რა სხვანაირად, ამის პასუხისმგებლობას ოჯახის, ძმისა და საკუთარი სინდისის წინაშე მე ვიღებ ჩემს თავს. კი, მაგრამ მოითმინე ბაბა. ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ. 6 თვე შეუძლია იფიქროს დათამ. თუ დაუждდება ჯგუფში აგერ ვარ მე. თუ არა და ისე ვისავართ ერთმანეთსაც აქამდე ვიყავით. ასე იყოს. გათავებულია ლაპარაკი. ფიქრობ მაგაზე. ჩვენ საკეთებელსაც და ჩემ საკეთებელსაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია მოშლი. მართალია.